მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება დაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, რასაც აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ანუ რაღაც, რასაც უკვე აღარ ელით, ასე რომ ვთქვათ, ან იმედი გადაგეწურათ, ან ჩათვლით, რომ საფრთხემ ჩაიარა, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ვნახოთ რა არის ის, რასაც აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად. თქვენ აირჩიეთ, რომელი ვარიანტი გსურთ, ან ჩაიფიქრეთ და ვნახოთ, რასაც აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან 19 მარტის ჩათვლით მხოლოდ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით გავაკეთე უპრეცედენტო შეთავაზება თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება შემომდის, მხოლოდ პირად საკითხებზე მაინტერესებს პასუხის გაცემა, მხოლოდ ეს მინდა და მოკლედ იმის გამო, რომ აქამდე არ ვაკეთებდი ეს რაღაც განცალკევებულ საკითხებთან დაკავშირებით პირად გაშლებსა და კონსულტაციებს, ახლა ერთკვირიანი აქციის ფარგლებში განსაკუთრებულ ფასად ეს ფასი არასდროს არ მქონია მე ჩემს მომსახურებაზე, მაგრამ რადგან შეზღუდული დროითა და შეზღუდული არეალით ვთავაზობთ ამ მომსახურებას, მოკლედ ვისაც გნებავთ, ის არ გებლეთ. 13-19 მარტი იქნება მხოლოდ ეს აქცია. ამიტომ მე მომწერთ და მეწუწუნებით, რომ მარტო ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს და ასე შემდეგ. კითხვებს პირად ურთიერთობებში გავშლით, რა თქმა უნდა, ბოლომდე, კონსულტაციის ხანგრძლივობის შესაბამისი დროის განმავლობაში. დავიწყოთ. ვარიანტი პირველი, ის, რასაც აღარ ელოდებით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. რა არის ვარიანტი პირველისთვის, ის, რასაც აღარ ელოდებით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ვარიანტი პირველი, რას აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ის, რასაც აღარ ელით, მეორე ვარიანტი, მაგრამ აუცილებლად მოხდება. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ნახოთ, რას აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. მეორე ვარიანტი, რას აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ასე და ამრიგად. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დავიწყოთ. ტრადიციულად ჩვენი სარცი. მოკლედ, ვინც ვერ აირჩიეთ პირველი თუ მეორე, დააპაუზეთ ვიდეო და რო აირჩიოთ, მე განაგრძეთ ყურება. მე კი გადავალ პირველი ვარიანტის განხილვაზე. ნახოთ პირველი ვარიანტი. რას აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ოჰო. რა საინტერესოა. არკანი იეროფანტი, არკანი მაგი, 4-იანი კვერთხები და პენტაკლების ტუზი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საოცარი მომენტია, ის, რასაც აღარ ელით და აუცილებლად მოხდება. ჩემო მეგობრებო, აქ პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს სივრცეში შემოდის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ, ასე რომ ვთქვათ, სულიერ სიმშვიდესაც და ამავე დროს სულიერი ზრდის მომენტი და საფუძველი გახდება. დააკვირდით იეროფანტი, 4-იანი კვერთხები, პენტაკლების ტუზი და არკანი მაგი. აი თქვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტი, რასაც აღარ ელით, შეიძლება არის ის, რომ აი კიდე რაღა უნდა ვისწავლო, ამდენი რამე მაქვს ნასწავლი, ამდენი რამე მაჩვენა ცხოვრებამ, ამდენი რამ გამოვიარე და კიდე რა უნდა იყოს ის, რაც უნდა
ვისწავლო, თითქოს აი რაღაცა აღარ ელით, თითქოს შეიძლება თვლით, რომ უკვე იმდენი ცხოვრებისეული მაგალითი მიიღეთ, იმიტომ რომ იეროფანტი ცხოვრებისეულ მაგალითსაც ნიშნავს, ანუ რაღაცა ისეთს, რომელიც ცხოვრებამ გასწავლად და ასაკთან ერთად მოვიდა, ან გამოცდილებასთან ერთად მოვიდა, ხო? და შეიძლება თვლით, რომ აი რაღა უნდა იყოს კი, მაგრამ ამის მეტი რაღა უნდა ვნახო, რა ისეთი რაც აღარ მინახავს, ხო? აქ თქვენ გეუბნებათ სამყარო, რომ თქვენ შემთხვევაში წააწყდებით კიდევ რაღაცა ისეთს, რაც თქვენს ამჟამინდელ ცნობიერებას კიდევ ერთხელ შეცვლის ფუნდამენტურ დონეზე და კიდევ ერთი საფეხურით გაიზრდებით. და ეს ზრდა თქვენ შემთხვევაში მოიტანს ძალიან დიდ აი როგორ განცდას იცით, რომ თითქოს კიდე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით ძალიან შინაურს, ძალიან ახლობელს, თქვენს ადგილს შეიძლება ცხოვრებაში, ან რაღაცა თქვენს პირად დანიშნულებას, ან რაღაცა თქვენს პირად მისიას, იმიტომ რომ აქ პირდაპირ საკითხი პირველ ვარიანტთან ეხება სულიერი მნიშვნელობის ცოდნის შეძენას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული თუნდაც ეზოთერული ან სულიერი პრაქტიკები, ეს შეიძლება იყოს სამყაროსთან რაღაცა ისეთი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც მარტო თქვენსა და სამყაროს შორის ხდება, ანუ რეზონანსი გაჩნდეს ძალიან მაღალი, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ თქვენ ისედაც მე ვინც მიყურებს აქ პირველ ვარიანტში, ისედაც ძალიან ძლიერი კავშირი გაქვთ სამყაროსთან ენერგეტიკულად, ეს ჩანს, თუმცა ეს კავშირი გაცილებით უფრო გაძლიერდება და გაცილებით უფრო თვალსაჩინო გახდება თქვენთვის და იცით როგორი შეგრძნება გექნებათ, რომ ის გზა, რასაც გავდივარ, სწორია, ანუ ის არჩეული გზა, ან დაუშვათ ცხოვრებაში რაც გამომივლია, მე მიხვდებით, რომ რისთვის გამოგივლიათ. ასე რომ ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში პირველ ვარიანტთან აქ მოდის ძალიან ძლიერი და დიდი სულიერი ზრდის გარდაუვალი ფაქტობრივად შესაძლებლობა და ფაქტები. ესეთი იყო პირველი ვარიანტი და პასუხი კითხვაზე ის, რასაც აღარ ელით, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ეხლა კი ვნახოთ მეორე ვარიანტი, რას აღარ ელის, მაგრამ აუცილებლად მოხდება. აჰა. ხო, ჩემო ძვირფასებო. თუ პირველ ვარიანტთან აქ ვსაუბრობდით სულიერებაზე, პირველ ვარიანტთან აქ ვსაუბრობდით რაღაცა ცოდნის თუ ნიჭის თუ რაღაც ესეთის გახსნასა და შეძენაზე, მეორე ვარიანტი სრულად მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული სიტუაცია, ანუ სრულად მიწიერი საკითხებია, ის რასაც აღარ ელის მეორე ვარიანტი და აუცილებლად მოხდება. ნახეთ, სამიანი პენტაკლები მოვიდა, ხმლების მეფე მოვიდა, ხუთიანი პენტაკლები მოვიდა და ოთხიანი პენტაკლები მოვიდა. მეორე ვარიანტს ძალიან დიდი ვარაუდი მაქვს იმისა, რომ ფაქტობრივად იმედი გაქვთ გადაწურული რაღაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, რომ ან დაგიბრუნებენ, ან შეძლებთ ჩადებული ფინანსური ინვესტიციის ამოღებას მინიმუმ იმისა მაინც რაც დააბანდეთ, ანუ მე აღარ ვსაუბრობ მოგებაზე, მაგრამ აი რაც ჩადეთ იმის ამოღებას, ან მეორე საკითხი არის თითქოს ის, რომ თქვენი წილი სამართლიანობის დაკარგვის ანუ თითქოს უსამართლოდ მოგექცნენ, თითქოს რაღაცა მოგატყუეს, თითქოს რაღაცა აი წაგართვეს, თქვენი წილი რაც იყო ის გამოგართვეს, ასე რომ ვთქვათ და აი იმის დაბრუნების იმედი გაქვთ გადაწურული რა, ანუ აი თითქოს რაღაც სამყაროს მიანდეთ ეს საკითხი და რაც მოსახდენია მოხდეს. აქ
მეორე ვარიანტთან არ გამოვრიცხავ, რომ აი საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში იყოს აქ აი 3 ადამიანის ჩართულობა იყოს მაგალითად საკითხში და აი ამ 3 ადამიანს კონფლიქტი მოუვიდა ერთმანეთში, რაღაცა ვერ გაიყვეს, რაღაცა ვერ ასე რომ ვთქვათ რა, ვერ გადაანაწილეს, მაგრამ საკითხი ეხება ფინანსებს და ეხება გავლენის სფეროებს. აქ არ არის საუბარი რაღაცა არამატერიალურ საკითხებზე, უშუალოდ მატერიაზე და მიწიერ თემებზე გვაქვს აქ აქცენტი. და სხვათა შორის კიდე რა არის იცი ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ გაქვთ მეორე ვარიანტი განცდა, რომ თქვენი წვლილი არ დააფასეს სათანადოდ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი ცოდნა ჩადეთ, ძალიან დიდი რესურსი ჩადეთ, ძალიან დიდი დრო მოახმარეთ რაღაცას და ეს სათანადოდ არ იქნა დაფასებული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც იყვნენ ან მოიაზრებოდნენ თქვენს საქმიან პარტნიორებად, ხო? აი ესეთი სიტუაცია და ის რასაც აღარ ელით და აუცილებლად მოხდება არის ზუსტადაც რომ სამართლიანობის აღდგენა. ერთი არკანი მინდა რომ დავამატო, მაინც რომ დავრწმუნდე ჩემს ნათქვამში და ჩემი ნათქვამის ისტორიაში. მეორე ვარიანტი დამიზუსტე. სწორს ვამბობ თუ არა. და ამოვარდა კიდეც ორიანი თასები. ექვსიანი ხმლები, არკანი ეშმაკი. საინტერესოა. აქ იდეაში ფინანსებს რო ეხება ეს პრინციპში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ეშმაკის არკანის მიმართ. იცით რა არის? აქ გაქვთ ემოციური მომენტი მეორე ვარიანტს, რომ აი თითქოს ღალატის აღქმა გაქვთ, რა გიღალატეს. ესე შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ. ეს მაინდა-მაინც სექსუალური პარტნიორის ღალატს არ გულისხმობ, აქ შეიძლება ფინანსურმა პარტნიორებაც ან საქმიანმა პარტნიორებმაც უღალატონ ერთმანეთს და ყოველ შემთხვევაში ერთი მხარის მიმართ ეს ღალატად აღიქმებოდეს. ანუ რაღაცა ისეთი მომენტია, რომ აი თითქოს ხო რა, აი უსამართლობის განცდა გაქვთ აი არკანის ზომიერება და აი რაღაც სამართალმა პური როდის უნდა ჭამოს, ესეთი განცდა გაქვთ. სამართალი პურს შეჭამს, ნახეთ, ხმლების ტუზი. ყველაფერი აი ზუსტად რაც გადაგეწურათ, კი, სულ პენტაკლებზე მესაუბრებ, ნახეთ რა, რამდენი შეხედა, პენტაკლები, ღმერთო ჩემო და არკანის სულელი. ერთი რასაც აქ სამყარო მეორე ვარიანტს აუცილებლად აფრთხილებს არის ის, რომ გამოცდილებებზე ისწავლეთ ჩემო მეგობრებო, აქ რაღაცა არ სწავლობთ თქვენ წარსულ გამოცდილებებზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეტაპობრივად მაინც იზრდებით, გინდა არ გინდათ, ხო? რაღაცა გამოცდილებებზე მაინც არ სწავლობთ. არა. ან ვერ სწავლობთ. ეგეც არის. ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტი სამართლიანობა აღდგება ის, რასაც აღარ ელით. დრო აქ არ დაგვითქვამს, მაგრამ ეს ნამდვილად ესე იქნება. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ რეზონირდა, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს, რომ მიიღეთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო პასუხები. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვისაც პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, გაურკვევლობები გაქვთ, რა გზას დაადგეთ არ იცით, რა გააკეთოთ არ იცით, როგორ დაიგეგმოთ არ იცით, ყველა სააქციო ფასის ფარგლებში გელოდებით ამ ერთკვირიანი შეთავაზების დროს. ეს შეთავაზება არ ვიცი კიდე როდის განმეორდება ნამდვილად, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვამბობ ხოლმე. როდის უნდა გავაკეთო აქცია, ამასაც ენერგეტიკულად გრძნობ. ახლა ვიგრძენი, გნებავთ გამოიყენეთ, გნებავთ ნუ გამოიყენეთ. ასე და ამრიგად. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად დროებით.